ჩვენი ყურადღება მიმართულია იმ მოლოდინისაკენ, რომელსაც ქრისტესთან შეხვედრა ქვია. ჩვენ ხო ვიცით, რომ ბიბლია ამით მთავრდება. ბიბლია მთავრდება ამ სიტყვებით, რომ მალე მოდი უფალო. და მალე მოდიში უფალო მისი დიდები დაბრუნებას იგულისხმება. იგულისხმება ჩვენი გარდაცვალებაც, იგულისხმება შინაგან ლოცვაში მასთან შეხვედრად და ზიარების დროს ასევე მასთან შეხვედრას და ჩვენ სულ არა მარტო მზად უნდა ვიყოთ, არამედ ერთი სული უნდა გქონდეს, რომ ეს შეხვედრა რაც შეიძლება მალე მოხდეს და ამაში იგულისხმება გარდაცვალებაც. ანუ მთელი ჩვენი არსება კონცენტრირებულია იესო ქრისტეზე. ამ შეხვედრაში არ იგულისხმება მხოლოდ მისი დაბრუნება, ან ჩვენი გარდაცვალება და ამგვარად ღვთის წინაშე წარსდგომა, არამედ ჩვენი ყოველწამიერი ყოფიერება, მოუკლებლად ილოცვიდე და სული დუღარენი იყვანეთო პავლე მოციქული გვეუბნება, ის რომ სწორედ ეს მეორე იგულისხმება და არა მხოლოდ პირველი ჩანს უკვე შემდეგ სიტყვებში, რომელსაც იტყვის უფალი ამ ტექსტის მერე. ამინ გეტყვი თქვენ რამე თუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოსიკვდილისა, ვიდრე იხილონზე კაცისა მომავალი სუფევითა თვისითა. ეს ქრონოლოგიურად ემთხვევა უფლისფერის ცვალებას, მაგრამ მეორე მხრივ ეს ეხება თითოეულ ქრისტიანს და თითოეული ქრისტიანი უნდა ესწრაფოდეს სწორედ იმ ფერის ცვალებას, რასაც ღმერთის განკაცებული ღმერთის ხილვა ქვია ღვთაებრივ ენერგიებში. ოღონდ ჩვენ ახალი აღთქმის მოქალაქეებს ამი ხილვის შესაძლებლობა გვეძლება ჩვენ შიგნით, როცა ჩვენ ღმერთს განვიცდით და არა ჩვენს გარეთ, როგორც მოციქულება დაინახეს ეს და განიცადეს თავის გარეთ. თავის გარეთ განიცადეს, მამის ხმა თავის გარეთ განიცადეს და ძე ღმერთის ღვთაებრიობის ხილვაც თავის გარეთ განიცადეს. მაგრამ ჩვენ იმით განსხვავდებით მათგან, რომ ჩვენ უკვე რეალიზებული ახალი აღთქმის მოქალაქენი ვართ, სულიწმინდა გარდამოვიდა ეკლესიაზე და ყველაფერი ის დიდებულება, რაც აღსრულდა ღვთის განკაცებით, თითოეული ჩვენგანის სულში ჩაიყვარა, ჩვენ ხვდებით ტაძარი და საოცრება არის ის, რომ იმდენად ძვირფასია ყოველი ადამიანი ღმერთისათვის, რომ საკუთარ ტაძრად ქმნის და თუ ადამიანის ნებაც იქნება ესე, ნება ნიშნავს იმას, რომ თუ თავისი არჩევანით უფლებას მისცემს, რაც არ უნდა ყურს გვჭრიდეს, ეს სიტყვები უფლებას მისცემს ღმერთს, რომ ადამიანში დამკვიდრდეს, ღმერთი მკვიდრდება ჩვენში. და ეს არის სწორედ ის, რომ ჩვენ ფერის ცვალებას, უფლისას საკუთარ თავში, ანუ ქრისტეს ღმერთობას საკუთარ თავში უნდა ვჭრეტდეთ. და ამიტომ ამბობს სწორედ ამას, არიან აქ მდგომარენი ვინმე, ანუ ვინმე ჩვენ შორის, ან და რა თქმა უნდა ჩვენ ეს ყველას გვინდა, რომ სანამ გარდავიცვლებით, ამაზეა სწორედ, სანამ ხორცში ვართ და სანამ ხორციდან გავალთ, მანამდე მოხდეს ეს ჩვენში.